ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ოლიკო ეხლა უკეთ. ესე რატო ხარ, რატო არ გაცვია? დრო პოლიციელები არიან გასახსნელში და ვერ შევდივარ. დიდი ხანია აქ ხარ? ერთი საათი იქნება ალბათ. კარგი მომიყევი, აბა რა მოხდა? არაფერი, ჩვეულებრივად ვცურავდი. და ამ დროს ვიღაც ჩავარდა წყალში. ინაღამ დამეჯახა. და რომ გამოვტრიალდი, მერე ვიცანი, რომ ოლიკო იყო. და ამ გოგოს სახელი საიდან იცი? შორიდან ვიცნობ. უნივერსიტეტში ჩემი კურსელია და ხანდახან აქაც ვხვდება ხომ. საეჭო ხო არაფერი შეგინიშნავს, მანამდე ან იმის მერე? არაფერი ისეთ. ისე შოკში ვიყავი, ერთადერთი ის მოვიფიქრე შენთვის დამელეკა. კიო გადარჩება? წყალმა და ორთქმა თავისი გააკეთა. ანაბეჭდები თითქმის არ არის. სისხლის ნიმუშები უკვე ავიღე. სავარაუდოდ თუ შეგვიძლია ვთქვათ რა მოხდა. ინტენსიური სისხლის გუბე თავის დარტყმის ადგილზე მიუთითებს. გუბესთან ახლოს სისხლიანი ხელის კვალი ჩანს. ალბათ ადგომის დროს თუ დაეხვდნო, არა? ალბათ. სისხლის კვალი იატაკზე და კედელზე გრძელდება. როგორც ჩანს, სიარულის დროს ეყრდნობოდა.
ჯვარი. ზედ გონი სისხლის კვალია. შეიძლება ეს ნივთი დაზარალებულს ეკუთვნის. შეიძლება თავდამსხმელს. დაზარალებულის პირად ნივთებსაც შეეხება უკვე ამოვიღე და აღვრიცხე. მობილური საბას გადავუგზავნე. ძალიან კარგი. ექიმები რას ამბობენ? გადარჩება? ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ ოლიკოს როგორ დაემართეს? გამარჯობა. გამარჯობა. დეტექტივი ზურაბ იქნაძე. საქმეს ჩვენ ვიძიებთ. თქვენ დაზარალებულის დაბრძანდებით, ხომ? დიახ. რა მდგომარეობაში? ექიმებმა თქვენს რთული დიაგნოზია. თავის ძიმე ტრამვა, არა? უკაცრავად, თქვენ მე ნანიკოს მეუღლე ვარ, გუგა. უბედური შემთხვევა თუ როგორ? ჯერ არ ვიცით. სახეს და ძალადობის კვალი აღენიშნება. ვცდილობთ გავარკვიოთ რა მოხდა. თქვენ დას ბოლო ხანებში ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია? ოლიკოს ვისთან? ოლიკო ყველას უყვარს. კარგი. ახლა მეც აღარ შეგაწუხებთ. დროებით. ერთი წუთით. დიახ. საათხოვარი მაქვს თქვენთან. კი ბატონო, გისმენთ. ნანიკოს მამა და ოლიკოსი ინვალიდია. ამ ამბავს რომ გაიგებს ძალიან შეწუხდება ჩემი სიმამრი და იქნებ ჯერჯერობით თავი შეიკავოთ შეეკითხვებისგან. კი, მაგრამ საკუთარ შულს ხომ მოიკითხავს? ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ მე და ნანიკო. მანამდე ოლიკოც გამოჯამთელდება. ეთელი. გავითვალისწინებთ. არაფერს. მადლობთ. ნანიკო, სიხარულო. ძალიან გთხოვ. დააწნარდი. ოლიკო კვერნაძე. 18 წლის. ცხოვრობს მამასთან, დასთან და სიძესთან ერთად. სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში. წინასწარმა დათვალიერება მაჩვენა, რომ საშხაბეში მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი. სახეზე აღენიშნება ცემის ნაკვალევი. ადგილზე აღმოჩენილი სისხლის კვალის მიხედვით აღდგენილია მომხდარის სავარაუდო სურათი. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ოქროს ჯვარი, ზედ სისხლის კვალით. ჯერჯერობით ეს არის. სხეულის დათვალიერება როდის იქნება შესაძლებელი? როგორც კი ექიმები ამის უფლებას მოგცემენ. შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, გქონდა თუ არა გაუპატიურებას ადგილი. გავიგე შენი და იცნობდა ამ გოგოს. შორიდან. მასთან ამ თემაზე ხომ არ გილაპარაკია? რა თქმა უნდა, ველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ოლიკო კვერნაძე ზედმეტად თავისუფალი ქცევით და არაორდინალური საქციელით გამოირჩევა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მის თანატოლ ბიჭებში, მაგრამ მისივე საქცieლის გამო არასერიოზულად აღიქვავენ. ასევე გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი სამეგობრო წრეყოლია. ოდა ყველა მის მეგობარს უნდა გავესაუბროთ. აგრეთვე გამოვკითხოთ ყველა მისი ლექტორი და გარდა ამისა. უნდა ვაჩვენოთ მის ახლობლებს და მეგობრებს საშხაბეში ნაპოვნი ოქროს ჯვარი. იქნებ ვინმე მიცნობს და პატრონზე გაგვეყვანოს. იშვიათი ნივთია და მის დამახსოვრებას არაფერი უნდა. აუზის პერსონალს გაესაუბრე? კი, ყველას ერთის გარდა. ვის ერთი ვინ არის? სურვის ინსტრუქტორი მალხაზ ორაგველიძე. როცა მოვიკითხეთ,
აღმოჩნდა რომ ადგილზე აღარ იყო. რაღაც სასტრაფო საქმე გამოუჩნდა და დასავლეთში წავიდაო. აუზის თანამშრომლებს მეტი არაფერი უთქვამთ? ჩვენთვის საინტერესო ისეთი არაფერი. გასაგებია. მოკლედ სასტრაფო დაადგინეთ. სად იმყოფება ეს ინსტრუქტორი? რადგან გაუჩინარდა ასე უცებ. იქნებ მობილური გაშიფრომაც მოგწეს რამე. როგორ არის საქმე? ძალიან ბევრი ზარია დაფიქსირებული. მაგრამ ყველაზე მეტი ზარი და მესიჯი ერთი ნომერიდან არის შემოსული. გარკვევა ვისი ნომერია? რა თქმა უნდა. ნომერი ვინმე ავთანდილ კახიძეს ეკუთვნის. კიდევ არის რამე საინტერესო? შემთხვევის მომენტიდან 5 წუთში კიდევ ერთი ზარია შემოსული. გურამ კონტრეზის ნომერიდან. ეგოლიკოს სიძია. გუგა. სისხლთან დაკავშირებით რა ხდება? რამე ახალი ხომ არ გვაქვს? ჯვარზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი დაზარალებულს არ ეკუთვნის. ესე იგი თავდამსხმელს ეკუთვნის. ალბათ ოლიკომ წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანებაც მიაყენა. ხო. შეიძლება მსუბუქი დაზიანება, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავემ სამხილი მაინც დატოვა. ცუდია, მომხდარის თვითმხილველი რომ არ ყავს. კრიმინალისტის ერთი სამხილი უდრის ათეულობით თვითმხილველის ჩვენებას. მაინც რო იცოდე. თვითრეკლამა კარგია. რა ტყუილია? ნებისმიერ დანაშაულს გამოაკელი სამხილები და რამდენ გახსნილ საქმეს მიიღებ, მე ვნახავ. იცი რას გეტყვი? ეხა შედი არქივში და ნახე რამდენი დეტექტივია დაღუპულის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მე არ მithქვამს, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ. დიდი მადლობა საერთოდ რომ არ გადაგვისვი ხაზი. ის გოგო ვინ იყო? ვინ გოგო? აი ის აუზე რომ ელაპარაკებოდი. ჩემი და სოფო. რატომ მეკითხები? არა, თემა შევცვალე უბრალოდ. მარტო ამიტომ? თან მართლა მაინტერესებდა ვინ იყო. სამსახურს მორჩი, სახში გაგეყვან. მორჩი. დაუჯება. ძილო შედობისა. გამარჯობა აკაკი. აბა რა ხდება მითხარი? ესე იგი. აქ მოსვლამდე ეს ავთო კახიძე ვნახე. აი ეს ნომრიდანაც ოლიგოს სასიყვარულო მესიჯებში იღებდა. რამხელაა? იქნება ასე 1.78 მეტრი 80. მოიცა, მე ასაკს გეკითხები. 50 წლამდე. მოიცა 50 წლის კაცი სასიყვარულო მესიჯებს უგზავნიდა 18 წლის გოგოს? მაგისი შვილი უგზავნიდა. ვისაც ამ ავთომ უყიდა 1 წლის წინ ეს ნომერი. ეგ შვილი რამხელაა? ასაკს გეკითხები. ოლიგოს ხელა იქნება. ეცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ სახლში არ დავხვდა. გვერდითა სადარბაზოში ცხოვრობს თურმე. 10 გარდაცვლილი ბებიის ბინაშიო. მაგას აუცილებლად უნდა გავესაუბროთ. ეს ავთო შემპირდა და აუცილებლად ვიპოვე და მე თვითონ მოვიყვან პოლიციაში. კარგი დაველოდოთ. დიახ. გისმენთ. ძალიან კარგი. სხეულის დათვალიერება როდის იქნება შესაძლებელი? კარგით. მადლობთ. მოგლეთ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გოგონას სიცოცხლის საფრთხე აღარ ემუქრება. კარგია. მაგრამ ჯერ კიდევ უგონოდა და რეანიმაციაში რჩება. აბა დათვალიერებაზე რა თქვეს? ეხლავეა შესაძლებელი. მაშინ მაგ საქმეს თქვენ მიხედეთ უჩემოთ. მე წავალ უნივერსიტეტში. კარგი. გიორგი, შენი და როგორ არის? ხა არა უშავს ნორმალურად. ხა მთელი ღამე გაათენა. გასაგებია. ციხა იმას ფიქრობ. თუ მართლა გაუპატიურების მცდელობა იყო. სავსებით შესაძლებელია რომ მსხვერპლი ჩემიდეს გამختارიყო. მართალი ხარ. აი ამიტომაც ურეკავ ეს ხშირად და ვამოწმებ სად არის როგორ არის. იცი რა? თუ ბედის წერა, რაც არ უნდა აკონტროლო, მოსახდენი მაინც მოხდება. ბედის წერის გჯერა? არ უნდა მჯეროდეს? რა ვიცი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. როგორ არის?
ჯეჯერობით განზე არ მოსულა. კარგი, მაშინ დროს ნუღა დავკარგავთ საქმის მიუხედავად. მე დაგაფრთხილებულია? კი, გველოდება. კარგი. მესმის თქვენი მდგომარეობა. მეც მაგ ხელა დამყავს. თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი საშინელებისაგან. სხვათა შორის ჩემი და იცნობს ოლიკოს. საიდან? ერთად სწავლობენ უნივერსიტეტში. ხოზურა. კი, ველაპარაკე ლექტორებსაც და მეგობრებსაც. მოვალ ოფისში და ყველაფერს მოგიყვები. კარგი. მოგძანდით. რომელი ხარ? მე ვარ მამა. ოლიგო? ოლიკო ხო გითხარი ლაშქრობაშია უნივერსიტეტი. რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა იმ ბავშვს. რამდენი ხანია სახლში არ გამოჩენილა, რა ვიცი. დაბრძანდით. ყავასთან ჩაის ხომ არ მეირთვა? არა, დიდი მადლობა. მამა 8 წლის წინ ავარიაში მოყვა და მხედველობა მაშინ დაკარგა. იმის შემდეგ ჯანმრთელობაც ძალიან შეერყა. დედა თქვენი? დედა 13 წლის წინ გარდაიცვალა, მაშინ ოლიკო 5 წლის იყო. ფაქტიურად მე გავზარდე. თავიდან მატერიალურად არ გვიჭირდა, მაგრამ აი ამ ავარიის შემდეგ ყველაფერი აირია. მკურნალობა სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდებოდა. ყველაფერი გავყიდეთ. ერთადერთი რასაც ვერ შეველიეთ აი ეს არის. ეს ვისი ნახატია? უცნობი ფლამანდიელი ოსტატისტია. დიდებულთა ოჯახი. მერე გუგა გავიცანი და დავქორწინდით. ეს რამდენი ხნის წინ იყო? 3 წლის წინ. ჩვენ შვილი არ გვყავს და ოლიკო შვილი ვითვლით. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ოლიკო გარდატეხის ასაკში ძალიან შეიცვალა. თითქოს სულ უფრო და უფრო გადაგვეჩვია. თავისი გარეგნობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა მის სახელზე. ხო, მაგრამ როგორც ვიცით, არც ოლიკო იყო გულგრილი თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. არა, ეგ მხოლოდ ბოროტიანებია. ვინმე კონკრეტულ ადამიანს გულისხმობთ? კონკრეტულს არა, მაგრამ საერთოდ ჭკვიანი და ლამაზი გოგოსი ყოველთვის შურთ. ოლიკო აუზზე ხშირად დადიოდა? პირველად გუგამ წაიყვანა, რაღაც პერიოდი ერთად დადიოდნენ. მერე ჩამქარს აღარ ეცალა მისთვის და ოლიკო კვირაში ორჯერ მაინც ყოველთვის დადიოდა. გასაგებია. გამარჯობა. ნანიკო, შენ საავადმყოფოში არ ხარ? ეხლა ხას მოვედით. სიხარულ. გამარჯობა. გამარჯობა. ახალი ხომ არაფერია? კრიმინალისტმა ოლიკოს სხეული დაათვალიერა. სინჯები აიღო და ეხლა მათზე მუშაობს. იმედი გვაქვს ეს რამე ახალს შემატებს გამოძიებას. შეიძლება ოლიკოს ოთახი დავათვალიერო? კი, რა თქმა უნდა, მოგძანდით. დიახ, აი აქეთ მოგძანდით. თქვენ დააბრძანდით? მადლობა. ყავან, ჩაი. არა, მადლობა. პირველ რიგში მაინტერესებს, სად გაიცანი ოლიკო კვერნაძე და რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან? ბავშვობიდან ვიცნობ. კლასელები ვიყავით. მასთან მარტო მეგობრობა გაკავშირებდა? აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო.
სხვა გრძნობა ხომ არ ქონდა მის მიმართ? აუცილებელია ამ კითხვაზე პასუხი. რადგან გეკითხები? ესე იგი აუცილებელია. ოლიკო ბავშვობიდან მიყვარს. მაგრამ ის მარტო მეგობრად თვლის. ვინმე სხვა ხომ არ უყვარს? სიყვარულით არ ვიცი, მაგრამ ბევრი პაკლონიკი ყავს. რომელიმე მათგანს თუ იცნობ? ვიცნობ. ჩემთან არაფერს მალავდა, პირად ცხოვრებაზე თითქმის ყველაფერს მიყვებოდა. ალბათ არ იქნებოდა შენთვის ადვილი ამ ყველაფრის მოსმენა, რა? მართალია. შენთან ხშირად შეგოდა? კი. ნანასთან ჩხუბობდა და მერე ჩემთან მოდიოდა. დასთან კონფლიქტი რატომ მოსდიოდა? სახში გვიან ბრუნდებოდა, ცუდად სწავლობდა, ხშირადაც წერდა ლექციებს. ოლიკო ამბობდა, არავის საქმე არ არის მე როგორ ვიცხოვრებო. ამიტომ ჩხუბობდნენ. მასთან სექსუალური კავშირი ხომ არ ქონდა? არა. არა. იმ დროს სად იყავი, როდესაც ოლიკო ცემეს? ჩემთან სახში. ვინმე შეუძლია მის დადასტურება? არა. და ხშირად დადიოდა ოლიკო აუზე? კი. დღის რომელ მონაკვეთში? დილაობით. გუში რატომ მივიდა საღამოს? არ ვიცი. შენ ხომ არავის ზეგაქვს ეჭვი? როგორ ვფიქრობ, ვის შეიძლებოდა ეს გაიგეთებინა? აზრზე არა ვარ. კარგი. კარგად დააკვირდი ამ ფოტოებს და მიპასუხე. აი ამ ნივთებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობა? ვიღაცაზე მინახავს. მაგრამ ისე ვერ ვიხსენებ. კარგი. ეხლა გაყვებიან. ანა ბეჭდებს და სისხლის ანალიზს აგიღებენ, ხო? მაპატიეთ, მაგრამ სულ ასეთი არეული აქვს ოთახი. ვერაფრით ვერ შევაჩვიე წესრიგს. არაფერია იყოს. ეს ოლიკოსია? დიახ. შეგიძლიათ რომ ჩართოთ? კი, რა თქმა უნდა. რა კარგი ფოტოა. ოლიკო ძალიან ფოტოგენურია. მაპატიეთ, მაგრამ პაროლი არ ვიცი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ლეპტოპი პოლიციაში რომ წარმოადგინოთ. იცით შეიძლება მასში ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია იყოს. კი ბატონო, ერთი წუთით, ოღონდ ჩანთას ვიპოვი. თქვენ სად იყავით იმ საღამოს? ოლიკოს შესახებ როგორ გაიგეთ? მე სახლში ვიყავი აქ. მუშაობდი მუსიკას უსმენდი, ველოდებოდი ოლიკო უნდა მოსულიყო თავისი ნივთები წაიღო, მაგრამ რომ აღარ მოვიდა, ამნერვიულდი. დაურეკე და არ მპასუხობდა. მერე ზარი მივიღე პოლიციისგან. აი ესე გავიგე. ჩემს სიმამთან ხომ არ აპირებთ გასაუბრებას. თქვენ თხოვნას ვითვალისწინებთ და ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. დიდი მადლობა. უკაცრავად თქვენ ადგილზე დავჯიქით, დააბრძანდით. ნანიკო სიხარულო ეგ. პოლიციაში უნდა გავყო დეტექტივებს. პოლიციაში? ამ ნივთებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობათ? არა, არც ერთი. არა, არც მე. ოლიკოს მეგობრის კუკას სისხლის ნიმუში არ დაიმთხო ჯვარზე აღმოჩენილი სისხლის ნიმუშს. დაზარალებული სხეულზე სპერმის კვალიც არ არის აღმოჩენილი. ესე იგი, გამოდის რომ გაუპატიურების მცდელობა შეგვიძლია გამოვრიცხოთ. არა, უბრალოდ ერთადერთ ვერსიად ვეღარ მივიჩნევთ.
გასაგებია. კარგი. კარგით მიწავა. მადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის. გესარია გამარჯობა. გამარჯობა, აკაკი. აკაკი. სადა ხარ აქამდე? როდის შენ მითხარი გამოვდივარ? ჩემი ძველი ლექტორები შეხვდნენ და ამიტომ დამოგვიანდა. კარგი, რა გაარკვია? ყველაფერი ისე როგორც გიორგის დამთქვა. ეს ოლიკო კვერნაძე ესეთი მოუწესრიგებელი ზედმეტად თავისუფალი და გარყვნილი გოგო ყოფილა. უამრავი თაყვანის მცემელი ყოლია. უფრო ზუსტად საყვარელი. მოკლედ, ვისაც ამ გოგოზე გავესაუბრე, კარგი არავის არაფერი არ უთქვამს. ის ცურვის ინსტრუქტორი უნდა მოვძებნოთ აუცილებლად. საცხოვროს. მისამართი, აი გწერია. აჰა. გამარჯობა ქალბატონო. მე პოლიციის დეტექტივი აკაკი ჯანელიძე გახლავართ. თქვენს მეუღლესთან მიდოდა გასაუბრება სახლშია? შემოდით. მადლობთ. არ არის სახლში. ხომ არ იცით სად არის? არ ვიცი. ერთი მიხედე რა, ერთი წუთი რა. დიახ. აკიჯექში. ესე იგი, თქვენი მეუღლე სად არის არ იცით? არ ვიცი. მე რა ვიცი. აი ესე წავა ხოლმე და გადაიკარგება. მაგას ცოლშვილი სულ ფეხებზე კიდია. სადღაც დასავლეთში მივდივარო, ეგრე დამიბარა. და როდის ჩამოვალო არ თქვამს? არაფერი არ უთქვამს. მაგის საერთოდ არაფერს არ ამბობს და საერთოდ რასაც უნდა, იმას აკეთებს. აი ხელში ამომიყვალა მაგ ნაბიჯო არმა მაგან უკვე. დამღალა ესეთმა ცხოვრებამ, უფულობამ, ქრის გაუფთავებელმა ღალატებმა, აი ამ ბავშვმა. სიგარეტი გააკ. როგორ? მომაწევინე რა. აღარა ვიცი. არა უშავს. იცოდეთ რომ აღარა გავიცი. მადლობთ. ისეთ ქალბატონო, იმ ნომერზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თქვენი მეუღლე არ პასუხობს და მეორე ნომერიც ხომ არ აქვს. დავიჭირე ერთ წუთი. მოდი. აქვს, მაგრამ არ ვიცი. საერთოდ რაზე გინდოდათ მაგ გამოსიღრებულთა ლაპარაკი. ესეთი სერიოზული არაფერია ქალბატონო, რაღაცის დაზუსტება მინდოდა. აი თუ შეიძლება, აი ამ სურათებს დააკვირდით. აი ამ ნივთებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობათ. ერთ წუთი დამიჭირე. კი ბატონო. სიგარეტი გამიცე. არა. დაიჭირე. მოდი. საინტერესო არაფერია. აბა აქ ნახოთ. მიცადე. ეს უკვე საინტერესოა. აშკარად. გადადი შემდეგ ფოტოზე. ეთყობა ახლო ურთიერთობა გქონდათ. საკმაოდ. საინტერესო ფოტოსესია გამოსულიათ. სასტუმროს ნომერშია გადაღებული. ეთყობა იქ ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეს. ბედნიერი სახეები კი აქვთ. არადა როგორც ჩანს ამ კაცს ცოლი ყავს. ქორწინების ბეჭედი უკეთია. ხო ალბათ ერთგულების ნიშნით. რასიზამ.
სამწუხაროდ ყოველს თავისებურად ესმის ერთგულება. ზურა, მახოს სახლში ამბავია. დალაგება მოგიდება კაცი. ვა. ესე იგი არ ვიცი, არა, ჩემი ქმარის ად არის. არა. სულ ფეხებზე ვკიდი ვარ მაგ ნაბიჯვარს. აუ, ღალატობს თურმე სულ. აწყალი. ისე თვითონ ქალის არ იტყოდა უარს რამ რო იყოს. ეხლა ნუ დაიწყე. მაგრამ გეუბნები რომ მივედი ისეთი ახურებული დამხვდა. ხაკაკი. საწყალი ბავშვი ამ მშობლების შეხედვარი ალბათ უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ფიქრობს. მოიცა ბავშვი ხავთ კაცო. რას ლაპარაკობ? ხავთ კი არა? ამის ჩემი გასაზრდელი გახდა ეს ბავშვი. რას ლაპარაკობ? გიორგი არ მოსულა. გზაში აწაღან ველაპარაკე, საწავიღე ის. ბაზროზურო. ეს ფოტოები დაზარალებულის კომპიუტერში აღმოაჩინა საბამ. მადლობთ. ერთი ნახე შენ მანამდე მე სათვალეს მოვიდა. მაჩვენე ერთი მაჩვენე. ზურა. აი ეს არის მახ. ვინ მახო? აი ცორვის ინსტრუქტორი ეს ორაგულეზე. დარწმუნებული ხარ? გეუბნები. იგარ. რას ლაპარაკობ? ყველაფერი გასაგებია, ოვე. როგორ ახართ? ნახე. ის ვინ არის? ის არის. ვიზე ჩემ ინფორმაცია უნდა მოგიგროვებინა. ეს არის ცურვის ინსტრუქტორი. დიახ, შეიძლება გარკვია. დანაშაულის ჩადენის მომენტში მალხაზ ორაგოლიძე ნამდვილად ემყოფებოდა აუზზე. შემდეგ გაქრა. გამოდის რომ ყველა საფუძველი გვაქვს იმისთვის რომ ორაგოლიძეზე ძებნა გამოაცხადოთ. რა თქმა უნდა, ერთადერთი ეჭვმიტანილი ეგ არის. ოღონდ, ჯერ აუცილებლად უნდა გავესაუბროთ კიდევ ერთხელ ორაგოლიძის დროს და გავარკვიოთ, იცოდა თუ არა თავისი ქმრის და ოლიკოს ურთიერთობის შესახებ. ვინ გამოგითხოს? აკაკეზე უკეთ ამას ვინ იზევს? მადლობთ. იცოცხლე გენაცვალე. თუ შეიძლება. ქალბატონო ელენე, ასე უდერად მოეპყრობით ნიფტ მტკიცებას. ეთყობა ძალით აეკიდა მახოს რა. გასაქანი არ მისცა, გონება აურია, ტვინი გადაუკეტა. მაგრამ თქვენ თვითონ არ თქვით, ქმარი სისტემატურად მღალატობდაო. მე მღალატობდა, მაგრამ წესიერ ქალებთან. ესეთ ლაწირაკებთან კი არ უღალატია. ესე მე არ ჩამხუტებია. პირველად ხედავთ ამ გოგოს? კი. იცით, მე ხშირად ვეკონტაქტები ხოლმე მახოს. სახლის ტელეფონზე მირეკავს. ბოლოს როდის დარეკა? ბოლოს 3 საათის წინ. არ უთქვამს სახლში როდის მოვალო? შეგახსენებთ, მიმალვის გამო თქვენი მეუღლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. წესით დღეს საღამოს უნდა მოვიდეს.
ესე თქვა. მამა. ჩვენი ოლიკო და ეს შვილად ეკუთვნით. ნაძირალა. ისე ამ ადამიანს იცნობთ. ოლიკო მე მივიყვანე აუზზე პირველად და ინსტრუქტორად მე დაუქირავე. მახაზ ორაგველიძეს მანამდე იცნობდით თუ აუზზე გაიცანით? მახოს და მეგობრობდი. სად არის ხა? ჯერჯერობით არ დაგვიკავებია. ოლიკო რა ლამაზია ნახეთ. და გონიათ რომ მახომსენა. ხო? მხოლოდ ფოტოები ამაზე ფიქრის საშუალებას არ გვაძლევს. ამ ნაძირალასგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისე კარგი ნახატი გამოგდით. ო, ჩემი სტუდენტი ხატავს აქტიურს. ისე გურამს და ნანიკოს ამ ფოტოების შესახებ არაფერს ეტყვით. გონი ამის აუცილებლობა არ არის. რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება ამ ფოტოების შესახებ მით უკეთესი. ახალგაზრდა გოგოა. ყველაფერი წინა აქვს. რა თქმა უნდა. მადლობთ. ნუ გეშინია. ოლიკოს მეგობარი ვარ. ხელი რო გაგიშვაფროს ვარ დაიწყება. ჩემგან რა გინდა? ვიცი რომ შენი ძმა პოლიციელია და მინდა იმასთან შემახვედრო. მე რა საჭირო ვარ? მინდა ცალკე დავილაპარაკო. არაოფიციალურად. რაზე უნდა დავაპარაკო? რაღაც მაქვს სათქმელი. იცი ეს ვინც გააკეთა? შემახვედრებ. ვეთქვი, მაგრამ ვერ დაგკვირდები. არ ვიცი ჩემი ძმა რა სიტყვის. კიდევ ერთხელ გიხდი პოდიში წეღა რომ შეგაშინე. არ მინდოდა უბრალოდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. კიდევ რამე ხო არ გაქვს სათქმელი? არა, არაფერი. კარგი, მაშინ წავიდეთ. კარგი. გონით ყოლად გავართ. რატომ? არ ამგონია დაბრუნდეს. დაბრუნდება. დავნიზლავდეთ? რაზე? თუ წააგე, ერთი კვირა ჩემთან ერთად აღარ იღიღინო. თუ მოვიგე? მაშინ იღიღინე ბატონო, იღიღინე. ლეიტენანტო. გიორგი რა ხდებათ? ესმარე რა? ჩემი მეწყვილის ღიღინს თუ არ ჩავთვლით, სიმშვიდეა. კარგი ყურადღებით იყავით. არ არსებობს.
მარიდე. ვიცოდე. უკვე თითქმის 1 საათზე მეტი არა საქვართ. ხო არ მოგვატყუა იმ ელენამ. არა მგონია. ალო. როგორ, დღეს ხო არავინ ყოფილა ჩემთან? არა, არავინ. შენ სად ხარ? ამ ტელეფონზე ხო არავის უკითხება? არა, არავის და სად ხარ? ესე იგი მშვიდობაა? კი, მშვიდობა, აი ხა ბავშვს დავაძინებ და თუ მოხვალ დაგელოდები. მოხვალ? მოვდივარ. კაი. კაი. რა? ხოლო სოფო. რა? ვინ? მოიცა? პოლიცია, არ გაიდრეთ, რომ გესწრი. ხელები დავანახე. მიშვერაში ნაპოზარს. ოლიკოს საყვარლები ვიყავით. ვაღიარებ არ უარყო. მაგრამ მისთვის მე პირველი მამაკაცი არ ყოფილა. თანაც მე როცა ოლიკო გავიცანი, სრულწლოვანი იყო, კანონი მიცავდა. ამ ფაქტთან თუ არანაირი შეხება არ გაქვთ. მიმალვა რატომ ვსადეთ? სიტუაციას გავერიდეთ. თან არ მინდოდა ჩვენი ამბავი გამსკდარიყო. იმ დღეს ოლიკო არ გინახავთ? არა. არც ვიცოდი აუზერო იყო. დილაობით დადიოდა. თქვენმა ცოლმა თუ იცის თქვენი კავშირის შესახებ? მე როგორც ვიცი არა, მაგრამ იქნებ შემთხვევით გაიგო და სულაც იმან. რა? ხო იცით ქალები როგორები არიან? როგორები? ეჭვიანები, შურიზიებას ეხერხებათ. თქვენს ცოლს ადებთ ხელს? არა, სულელია უბრალოდ ჩემთვის ვივარაუდ. კარგი. კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს. და მიპასუხეთ. ამ ნივთებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობათ? არა, არ მეცნობ. ორეგოლიძის სისხლის ჯგუფს დაემთხვა ჯვარზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი. გამოდის, რომ სისხლი ერთი და იგივე ადამიანს ეკუთვნის, ხო? არა, ამის კატეგორიულად მტკიცება შეუძლებელია, სანამ დნმ-ის პასუხები არ გვექნება. თან ამას დრო ჭირდება. ესე იგი დღეს ვერაფერს ვეღარ გავარკვევთ. დაცდა მოგვიწევს. კარგი, მაშინ წამოდი გაგიყვან. არა, მადლობ იყოს. უნდა გამომიერო. კარგი. ჩემ ძმას შეუძლია ხოვე შეგხვდეს. როდის? 8 საათზე სად? ისევ იმ კაფეში? კარგი, შევთანხმდით. წავედი. Ჭკვიანად. გამარჯობა. გამარჯოს. პასუხი მოვიდა. ჯვარზე აღმოჩენილი სისხლის დნმ არ დაემთხვა მალხაზ ორეგოლიძის დნმ-ს. რასაც ვიცოდი. ესე იგი, ეჭვმიტანილის სტატუსით
არ გავაჩერებთ. ასე გამოდის. გარდა ამისა, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მართლა უდანაშაულოა და გუშინ სიმართლე ილაპარაკა. მოტივიც არ იკვეთება. როცა უნდა მაშინ ხედავდა იმ გოგოს სასტუმროში. აუზე ძალადობა რაში დაჭირდებოდა. რა თქმა უნდა. იქნებ კამათი მოუვიდეთ. შესაძლებელია, მაგრამ როგორც ორაგველიძემ და კუკამ აღნიშნეს, ოლიკო დილაობით დადიოდა აუზე და იმ დღეს რატომღაც აღამას მევიდა. ესე იგი შესაძლებელია მივარაუდოთ, რომ მას უნდა შევხედროდა. ნანიკო სიყვარულოს ხარ? ნანიკო რას აკეთებ? არაფერს. მაინც? მითხარი არაფერს მეთქი. არა, ხედავ რომ რაღაცას ეძებ, არა? ხო რა არ შეიძლება? რა გჭირს? რაღაცას მიმალავ. რატომ ელაპარაკები ის? შენ რაღაცა იცი და არ მეუბნები ოლიკოზე. არაფერი არ ვიცი. როდის იყო შენთვის რამე და ამიმალე? ნახე რა მოგიტანი. წავალ მამაშინს ვა. ოიგა. არა, რაღაც საქმეზე გამოვიდით ცოტა ხნით. რა იყო, მოხდა რამე? ოლიკო? გამარჯობა. გამარჯობა. ოლიკო გონს მოვიდა. უკვე გავიგეთ. ისე თუ რამე კითხვები გაქვთ ნანიკო მაღლა და გიპასუხებ. კარგი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მესამეს მიაჭირეთ და ახვალ. მივაჭირებ. დროებით.